მე ვარ ნოცა შაუნაძე, მე ვარ ნოცა მღებრიშვილი, დემეტრე შიომხვილიშვილი ვარ 9 წლის. მე მოვედი გადაღებაზე. დედა მითხრა რომ რაღაცა შეკითხვებისავით დაგისვავენო და პასუხი უნდა გასცეო. 3 ფერიიდო ჩემს უკან. უნდა გადაგველაგებინა პროდუქტები, რა იყო ჯანსაღი და რა იყო არაჯანსაღი. წითელზე უნდა დაგვედო ესეთი პროდუქტები, რაც ძალიან ცუდი არის ჩვენ ორგანიზმისთვის. ვაშლი დავდე მწვანეზე. მე დავდე ვაშლი მწვანეზე, რადგან სასარგებლოა, შეიცავს ბევრ ვიტამინს, რკინას, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლოა და ასევე ძალიან გემრიელია. ეს არის წითელი და მწვანე ვაშლი და ამათაც დავდებ მწვანეზე. ყველს დავდებ მწვანეზე. ეს არის ყველი და მე დავდებ ამას მწვანეზე. ყველს დავდებ მწვანე ფერზე. ხახს დავდებ ყვითელზე. დავდებ ყვითელზე. ხახს დავდებ ყვითელზე. დონატები დავდე წითელზე. იმიტომ რომ დონატები არის ტკბილეული და არ არის ეგეთი სასურველი, რომ ჩვენმა ორგანიზმმა მიიღოს ის. დონატი ყვითელზე, რადგან ეს გემრიელია, მაგრამ ცუდ რაღაცაებსაც შეიცავს, რომ გემრიელი იყოს და წითელზე დავდგე კრუასანი და დონატები, რადგან არ შეიძლება რომ ჭამოთ. ჩვენთვის სასარგებლო არ არის. წიწაკა დავდე ყვითელზე. წიწაკა იმიტომ დავდე ყვითელზე, იმიტომ რომ არ არის ეგეთი კარგი. ერთი შეიძლება სუპში ჩავამატო და სადმე. ავოკადოსაც მწვანეზე დავდე. ეს არის ავოკადო და მას დავდებ მწვანეზე. ავოკადო დავდე წითელზე, რადგან არ აქვს გემო და არა სასარგებლო ჩემი აზრით. ეს არის სოკო და მას დავდებ ყვითელზე. სოკოსაც ყვითელზე დავდებ. დავდებ ყვითელ ფერზე. სოკო იმიტომ დავდე ყვითელზე, რომ არ არის ეგეთი სასურველი, იმიტომ რომ არის ობიანი, შხამიანი და ასე შემდეგ სოკო და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ავარჩიოთ რომელი არის შხამიანი და რომელი არის სასარგებლო. ყურძენს დავდებ მწვანეზე. მას დავდებ მწვანეზე. მწვანეზე. მე დავდე ყურძენი კარგზე, რადგან ის არის სასარგებლო, შეიცავს ვიტამინებს და ასევე გემრიელია. მაწონს დავდებ ყვითელზე. მაწონს დავდებ მწვანე ფერზე. მას დავდებ მწვანეზე. მაწონი დავდე მწვანეზე, რადგან ძალიან სასარგებლოა. გამიხარდა ის ფაქტი, რომ აქ ვალაგებდი ჩემს საყვარელ საჭმელს და არასაყვარელს და ვანაწილებდი სადაც მინდოდა. ძალიან მომეწონა. სხვებისთვისაც სასარგებლოა და ბევრ რაღაცას ვისწავლით. პროფესიონალმა რო შეხედოს იმ პროდუქტებს, როგორც მე დავალაგე, ჩემი აზრით ეგეთი ცუდი შეფასებასაც არ მომცემს. მინდა რომ შეგახსენოთ, რომ სულ უყურეთ პირველ არხს.